ჩამოინგრა სოფელი წყერის სასაფლაო 21 წლის ბიჭის გადმოსვენება მოხდა სხვა სოფლის სასაფლაოზე და მიმდინარეობს 4 ადამიანის ნეშტის ძიების პროცესი. წყერის სასაფლაო ეს არის კობიდან მომავალი 9 კილომეტრიანი გვირაბის დასასრულში, ზუსტად აი დასასრულის თავზე არის სასაფლაო შეფენილი, იმდენად დახრილია მთა, იმდენად დამრეცია ფერდობი, რომ იქ უბრალოდ ეს ბეტონის გადაკვრა ამ მთის ჩამოშლის პროცესს ვერ გააჩერებს და შედეგი რაც გვაქვს დღეს სამომავლოდ ამაზე უარესის მოლოდინი უნდა იყოს. ზუსტად იგივე სამუშაო მონაკვეთზე გელა წინა წლის შემოდგომაზე 4 ჩინელი დაიღუპა არასწორად შესრულებული სამუშაოების დროს. მშენებლობის პროცესში არაფრად არ აგდებენ არც საკუთრების უფლებას, არც სიწმინდეებს, არც საფლავებს, რაც აგერ თვალნათლივ გვაქვს რა. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა ყოფილიყოს, რა დღეს ჩვენ ვიხილეთ, ხო? 4 გარდაცვლილი ადამიანის ნეშტი და გვამია არეული აზელილი მეწყერში. მუშაობენ ტრაქტორებით. ანუ ამის დათმენად შეგვიძლია, ამის მოთმენად შეგვიძლია.